მიზანში ყოველად მიმაჩნია, რომ ეს საჩივარი განხილული იქნეს ერთად, რევანდელ საჩივართან ერთად. თუ შეიძლება ამას შევიტან ეს მიზანში მიმაჩნია, რომ ეს ერთად განხილული ერთად. ზუსტად საკითხი დავაყენე და ბატონო დაავადება გამიწვიეთ, როცა მე დავაყენე. ბატონო მართალი ძალიან გასაკვირია. არის მომხრე, რომ ეს ორივე საჩივარი ერთად იქნეს განხილული. მე მინდა გთხოვოთ 2 წუთი, მხოლოდ 2 წუთი იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებებს, რომელსაც ეხება ის ორი საჩივარი და რომლის თავობაზე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მათი გაერთიანების შესახებ. დღევანდელი დღე 5 საათის შემდეგ ეცნობოდა გარკვეულ უბნებზე არსებულ ძიმე დარღვევებს, ჩემთვის ეს არის და იმ ორგანიზაციის იმ პარტიისთვის, რომელსაც წარმოვადგენ და მაჟორიტარობის კანდიდატისთვის უმძიმესი დარღვევა, როდესაც საარჩევნო ყუთში აღმოჩნდება იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ხელმოწერა არის. მეორე, როდესაც აღმოჩნდება ბიულეტენში იმაზე ნაკლები ბიულეტენი, ვიდრე რეალურად ხელი მოაწერა ამ მომრჩეველმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდებოდა კარუსელები და გარეთ გატანა ბიულეტენის და შემოხაზული შიგნით შემოტანა. ეხლა მომაწოდეს ეს მასალა და დეტალებს შემდეგ გაგაცნობ. ბატონი ახალაია, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ გაიმარჯვა. ბატონო, ეს არის საქართველოს პირადობის მოწმობის ყალბი ასლები, რომელსაც აწერია ზემოდან ბატონი ლაშა დამენია და ზაზა გოროზია. აი ეს თქვენი სია, რომელიც აქ გავდა, ხმები თითქოს ბატონმა მიიღო. ეს არის ყალბი და გთხოვთ შესაბამის რეაგირებას. ჩემი ქვეყნის პირადობის მოწმობები აი ესე არ უნდა იბნეოდეს და ამის მიხედვით არ უნდა აწევდეს ხმას. ამის მერე უკვე გიჩნდებათ სურვილი ბატონო, რომ დეტალურად გითხრათ ყველა დარღვევის შესახებ, შესვენება გამოაცხადეთ. ეს არის ჩვენ ესეთ ფაქტთან არ მქონია კავშირი და ჩვენ შეცდომაში შევხავთ საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ზუსტად იმდენივე შეცდომაში საზოგადოება. ძალიან ცუდი. ახლა ჩვენ ბატონი ირაკლი ალასანიას შტაბის წევრმა მე გადმომცა სულ რამდენიმე წუთის წინ ეს დოკუმენტები. თუ კი შეიძლება მათ დოკუმენტები უწოდოთ, ეს არის ამოპრინტერებული პირადობის მოწმობის დასაგვეჭდად გამზადებული დოკუმენტები, რომელსაც აქვს ვიზუალურად ერთი შეხედვით გაყალბების საწინააღმდეგო ნიშნების კვალი და ასევე პირადი ნომერი. ბუნებრივია ეს დოკუმენტები იყო გამიზნული სავარაუდოდ იმისათვის და ასეთი ტიპის დოკუმენტები იქნა გამოყენებული, რათა ის შედეგები დამდგარი იყო, ის ყალბის შედეგები დამდგარი იყო, რომელიც ბატონ ახალაიას აქვს დღეს ბატონი ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. ხოლო კომისია არ არის დაინტერესებული იმით, რომ გაარკვიოს რეალურად რაში იყო საქმე. ბუნებრივია, როდესაც ერთი შეკრა ყალბი პირადობის მოწმობების იქნა ნაპოვნი, ეს არის განგაში საფუძველი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი კენჭისყრის შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები. უნდა მანახო რაც არის და ეხლა გეტყვი იგივე ტექსტი თქვენ რაც მითხარით, თუ ესეა, რომ არსებობს ფურცლები, რომლებიც გამზადებულია დასაბეჭდად და რომელსაც აწერია ვიღაცის სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი, იგივე პირობები და ახლა გავალ და 2 წუთში მოგიტანთ თითოეულ თქვენთაგანზე ესეთ დამზადებულ იმას სახელი და გვარს და ტელეფონის ნომერს. ახლა მართლა რაღაცას ხვაქვს საზღვარი და რაღაცას ბოლო. სასაცილოა ამ რაღაცა სისულელეების დაკავშირებას რამოდენიმე შესაძლოა ფაქტთან, რომელიც არის ნამდვილად კარგად შესასწავლი და მასზე ადეკვატური კანონიერი რეაგირება მისაღები იმ ორგანოს მიერ, ვინც არის ამაზე უფლებამოსილი. ანუ რაღაცა 1-2 ფაქტი დააკავშირო აი ამ ქაღალდებთან და სისულელესთან, აი ეს არის სწორედ манипуляция და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ქართულმა ოცნებამ ამიტომაც, ჩემი აზრით, ამიტომაც გაიმარჯვა. ეხლა ისწავლეთ გამარჯვებას და ისწავლეთ დამარცხებას. ისწავლონ გამარჯვებას, ისწავლონ ღირსეულად დამარცხებას. საქართველოში მთლიანად გაიმარჯვეს და ჩვენ ღირსეულად ყოველგვარი მიკი-მოკიბის გარეშე თქვით, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, გილოცავთ და ეხლა გადაიბარეთ ხელისუფლება. რაც შეეხება ზუგდიდმა ერთმნიშვნელოვნად გამოხატა თავის პოზიცია. აქ ქართული ოცნება სასტიკად დამარცხდა, 15,000 ხმით მეტი აიღო
ნაციონალურმა მოძრაობამ. 15000 ხმით, ეს არ არის 15 ხმა, ან თუნდაც 150 ხმა, ხო? ხო და ეხლა ქართული ოცნება ცდილობს რომ მიაღწიოს კონსტიტუციურ უმრავლესობას და შეეძლოს რომ რაღაცნაირად დააკლოს ნაციონალურ მოძრაობას როგორც პროპორციულში, ისე მაჟორიტარულში ხმები და ეს არის მცდელობა, გასაგებია, მე არაფერი არ მიკვირს, მართლა დიდი ხანია ვარ პოლიტიკაში და უკვე ყველაფერი თითქმის ნანახი მაქვს. გასაგებია თქვენ გააგზავნებთ თქვენს მცდელობას, ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენი ხმების დაცვას, ჩვენი ამომრჩევლის ხმების დაცვას. ლაგრებად არანაირი ქურდი უნდა იჯდეს ციხეში და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში. მაგრამ უდანაშაულ არავით არ შემთხვევაში. მაგრამ აი კარგად გაიკითხეთ დინამიკას. კარგად გაიკითხეთ. აი შეგიძლიათ ზუგდიდელებს კითხოთ, ვიზე მაქვს. ვისაც უჭერთ ხარს ძალიან კარგად ხარს მე ვუჭერ პატიოსან და სამართლიან ადამიანებს. ხაჭაპურიძეს ძალიან რომ აგეწვათ იქიდანაც ჩანს საქართველოს ვინც ადანაშაულებს რუსეთ საქართველოს ომში აი მაგას უჭერთ თქვენ ხარ იმიტომ რომ საერთოდ ირაკლი ალასანიას რო აიგივებთ ახალაიასთან ეს არის აი ნონსენსი საერთოდ ირაკლი არ ნონსენსი არა ზოგადად ჩხომ იმიტომ ხარ ჩამოსული იმიტომ ხარ ჩამოსული რომ მე ჩამოსული ვარო დავიცვით ჩვენი ხმები რა ხმები უნდა დაიცვა რა ხმები და ზუგდიდელების ხმები ზუგდიდმა ირაკლი ალასანიას მისცა ხმა და არა კრიმინალ ახალაიას ეს გაბრძანეთ რომ ეს არის კრიმინალი კრიმინალი დაუფლებით ლაპარაკობ ძალიან ბევრი მასალა დაუფლებით ლაპარაკობ თქვენ აგზანდებით ნორმალური იურისტი იმიტომ რომ თქვენ არიცით და იმაზე თქვენ არიცით რა არის უდანაშაულები ბატონო რატომ ვემუქრები ლაპარაკები როგორც ადვოკატი ლაპარაკობ როგორც ადვოკატი ვერ გავიგე ახლა აგრესიულად კი არ ვეუბნები როგორც იურისტი ადასტურებს ამ შეფასებას ჩემთვის აი არანაირი მნიშვნელობა არანაირი პრობლემა არ არის ერთი რაღაცა მინდა თქვენ ეთყობა ტელეკამერები მოგაკლდათ რომ წააგეთ ბათუმში და ამიტომ ჩამობრძანდით რომ კამერების წინ გემოზიორათ მოთხოვნა იყო მთლიანი ოლქის ბათილად ცნობა მე ნამდვილად მინდა გითხრათ ის რომ ოლქის ბათილობის საფუძველი ამ საჩივარში არ იყო და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ნომერ 77 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგები არ იქნეს ბათილად ცნობილი. მე უსაფუძვლოდ ვთვლი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო საოლქო კომისიის მიერ. ვინაიდან იყო წარმოდგენილი უამრავი მასალა, მათ შორის ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებდა იმ უხეშ დარღვევებს, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა მისცემს, რომ აღნიშნული საარჩევნების დაუკმაყოფილება მოხდა წარმოდგენილი მტკიცებულების შეუსწავლებლად, რაც არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმიტომ რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, კერძოდ საოლქო საარჩევნო კომისიას 21 მუხლის პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს შეისწავლოს და გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ მომხდარა წარმოდგენილი ვიდეო ფოტო მასალის ჩვენება სხდომის წევრებისათვის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის და ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება არის ცოტა ბუნდოვანი, მივადა ჩემი აზრით.